გუშინ ჩვენი ქვეყანა მთლიანად მართლმადიდებლური სამყარო და არა მარტო ვიტყოდი რომ მთელი სამყარო ჩვენს პატრიარქს უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს დაემშვიდობა მისი მთავარი მისია და მოვალეობა რომ შესრულებულია ეს იმ აურაცხელმა უწყვეტმა ხალხის ნაკადმას დაადასტურა რომელსაც ბოლო დღეებია დუმარენი და თვალცრემლიანები ვადევნებთ თვალს დიდებმა თუ პატარებმა ახალგაზრდებმა თუ ხანდაზმულებმა ჩვენს უწმინდეს თითქოს მთავარი სურვილი და გზავნილი გიყვარდეთ ერთმანეთი შეუსრულეს ბოლო დღეებია ყველას ერთნაირად ჩაგვესმის სიტყვები ღმერთი სამშობლო ადამიანი და ბევრმა ალბათ პირველად გავაცნობიერეთ რას ნიშნავს სიტყვები სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი მისი უწმინდესობის გაკეთებულ საქმეებზე ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი ითქვა ბევრიც დაიწერა თუმცა ალბათ მთელი ცხოვრება არ გვეყოფა იმისთვის რომ გავაცნობიეროთ ამაგი მზრუნველობა და სიყვარული რაც ყველა ჩვენგანის პატრიარქმა ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის დათესა დღეს არქიმანდრიტი ივანე მჭედლიშვილი გვესტუმრა რათა კიდევ ერთხელ ვისაუბროთ იმ საერთო სიყვარულზე რასაც პატრიარქი ილია მეორე ქვია დილამშვიდობისა დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის როგორც სიუჟეტში არაერთ კადრში მთელი ამ დღეების განმავლობაში ვნახეთ თურმე ყველას თავისი საკუთარი პატრიარქი, თავისი საკუთარი უწმინდესი ჰყავდა თავის გულში და ყველას თავისი მოგონება რაღაცნაირი კვეთა აქვს მიუხედავად იმისა, ადამიანი იცნობდა მას, პირადი შემხებლობა ჰქონდა თუ არა. ყველას გული დასწყვიტა, ყველას თვალზე ცრემლი მოერია და ყველას რაღაც ძალიან დიდი დანაკარგის შეგრძნება გაუჩინა. თქვენთვის პირადად როგორი იყო უწმინდესი ილია მეორე. როგორც თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის ყველა ადამიანისთვის პატრიარქი დილით ადრიდანვე 4-5 საათიდანვე იწყებდა ზრუნვას თავისი ქვეყნისთვის, თავისი სულიერი შვილებისათვის და თითოეული ჩვენგანისთვის და აქედან გამომდინარე რაც თქვენ აღნიშნეთ პატრიარქმა ეს ყველაფერი თავისით მოიტანა აქამდე რომ თითოეულ ადამიანს შეეხო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს თუნდაც იმითაც რომ 50,000-ზე მეტი მარტო ნათლული ბავშვი ყავს. მონათლული და ის ადამიანები მას საკუთარ ოჯახის წევრად და ნათესავად მოიაზრებენ და ნამდვილადაც ასე იყო მარტო მოაზრება ხო არ არის და აი ყველამ დავკარგეთ მამა ყველა ჭირისუფალ თითოეული ქრისტიანი ადამიანი ხო ჭირისუფლები ვიყავით და ერთმანეთს უსამძიმრებთ აი ამ ძალიან დიდ ტკივილს და ჩვენს მეც პირადად რა ვთქვა ძალიან განვიცდი და მტკივა. რაღაც ბევრმა თქვა და მეც აღნიშნავ რაღაც გაურება მაქვს თითქოს მაინც არ არის ეს. თითქოს გრძელდება. აი ეს მამა იონა რა განცდა მაქვს მე პირადად იცი როგორც არაერთ ადამიანს რომ აი ამ ძალიან დიდი დანაკარგის და ტკივილის პარალელურად ის თავარი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მის ქადაგებებში სწავლებებში მუდმივად იგრძნობოდა ხოლმე ნუგეში თითქოს აი ეს აქვე დატოვა აქვე გაგვიჩნდა აი ამ ტკივილის პარალელურად და ძალიან დიდი იმედი ხო ეხლა განვიცადე ის სიტყვები ადამიანებზე რომ ამობენ აი ჩვენს გულებში ცოცხლად დარჩებია თითქოს ცოცხლად დარჩა ანუ რაღაც ერთგვარი აი ის თითქოს ის არ ხდება და რაღაც მაინც ჩვენს გულებში რომ ცოცხლად გულებში კი არა აი ცოცხალია თითქოს ისევ აგრძელებს ამ ყველაფერს და დარწმუნებული რომ ასეც იქნება იმიტომ რომ 50 წლის განმავლობაში რასაც უწმინდესი აშენებდა ესე კი არ დაინგრევა უფრო მყარად იდგება როგორც ძალიან ძლიერი ხიდი რომელიც საუკუნეებს უძლებს მამა იონე ძალიან ემოციური და ამაღელვებელი იყო ალბათ თქვენს დამეთანხმებით კადრი როდესაც 100,000-ობით ადამიანი მდუმარე გულაჩუყებული შვით მდგომარეობაში მიაცილებდა პატრიარქს უკანასკნელ გზაზე და თითქოს აი ამ მომენტში ყველამ გავაცნობიერეთ რომ მისი ეს მთავარი სურვილი, მთავარი მიზანი, საფიქრალი, არ ვიცი, სადარდებელი ერთიანი ენახა საქართველო ამ უკანასკნელ გზაზე ახდა. რა მნიშვნელობა აქვს აი ამ მასშტაბის სულიერ ერთობას? პატრიარქის მოღვაწეობის მთავარი შინაარსი მარტო ის კი არ იყო რომ საქართველოს გაერთიანებულიყო მისი მთავარი საზრუნავი იყო რომ საქართველოს ღმერთის სიყვარულში გაერთიანებულიყო ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თორე ადამიანები შეიძლება რაღაცა არასწორ გარემოებებშიც გაერთიანდნენ და პატრიარქის თელი მოღვაწეობა იყო რომ ჩვენ სწორად გაგვეცნობიერებინა რა არის სარწმუნოება რა არის
ღმერთთან ახლოს ყოფნა, რა არის ჯვრის ძალა. ძალიან ესეთი სიმბოლურია, რომ უწმინდესი გარდაიცვალა ჯვრის თაყვანისცემის კვირაში. ეს ჯვრის თაყვანისცემის კვირა იყო მოგეხსენებათ, აღდგომის მარხვის პერიოდია და ყველა კვირას თავისი დღე აქვს და ეს ჯვრის თაყვანისცემის კვირაც იმისთვის იყო, რომ ადამიანები უფრო გაძლიერებულიყვნენ რწმენაში, შუაში არის ეს დიდ მარხვის შუა პერიოდშია და ეს სიმბოლურად ესე მოხდა, რომ ჯვრის თაყვანის რასაც მოღვაწეობდა, იმ კვირაში გარდაიცვალა. გუშინდელი დღეც აღსანიშნავია, რომ იყო 40 სებასტელის ხსენების დღე, რომელიც დღესასწაულიც განსაკუთრებულად უყვარდა, რადგან იქ 40-დან ერთ-ერთი სახელი არის ირაკლი და პატრიარქს ირაკლი ერქვა წლების განმავლობაში. ასევე გუშინდელ დღეს იყო წმინდა იოანე კიბისამღწერელის დღე, რომელიც არის ბერობის ესეთი ფუძემდებელი ერთგვარი და ერთ-ერთი ესეთი განსაკუთრებული ბურჯი. და ეს რაღაც ბევრი სიმბოლური დამთხოვები ახლა ღმერთთან ესე თქმა არ შეიძლება, მაგრამ ესე გამოდის, რომ ესე იყო ღმერთის დაშვებით, რა თქმა უნდა. მამა იონე, თქვენ ხართ იმ გამონაკლისებს შორის, ბედნიერ გამონაკლისებს შორის, რომელთაც პირადი კვეთები და პირადი ურთიერთობაც გქონიათ პატრიარქთან, გადაკვეთები. გაიხსენეთ თქვენი წილი, შეხვედრები, თუ რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობას მოგცემთ. რა თქმა უნდა, თითქოს ყოველი შაბათი და კვირა, უწმინდესი ყოველ შაბათ-კვირას ლოცვებსაც, წირვებსაც ატარებდა და იქ ვიყავით ჩვენ ყოველთვის. ასევე თუ კი რამე საქმე გამოჩნდებოდა ხოლმე და უწმინდეს რაღაცა ისეთი ინიციატივა გამოჩნდება, ხშირად ჩავდიოდით ხოლმე. ერთხელ მახსოვს ზამთარი იყო და ძალიან დიდ თოლში, დიდი მანქანა დაგვატვირთვინა ფქვილიც ან მოგებაგეთი და მთიან მხარეებში ჩამოგვატარებინა და დაურიგეთ გაჭირვებულებს ვინც იქ იყვნენ ჩარჩენილი, ყველა ადამიანს ეს ყველაფერი, რომ დილიდანვე ზრუნავდა ადამიანებზე, თითოეულ ადამიანზე. ძალიან ისეთი მზრუნველი მამა იყო ყველა ადამიანის. ეს ნამდვილად აისახა საბოლოო ჯამში იმ კადრებში და იმ სურათებში, რაც საბოლოო დღეების განმავლობაში ვიხილეთ და მართლაც რაღაცნაირად მადლიერების განცდა გქონდა თითოეულ ჩვენგანს. მე ასე მგონია, ხო, რაღაც თქვენ მოელოდით აი ამხელა მობილიზებას, აი ამხელა მასას ადამიანების, აი საყოველთაო სიყვარულს, საყოველთაო აღიარებას. ეს ესე იყო მანამდეც, რა თქმა უნდა, და ჩვენ ამას ვგრძნობდით, ყოველთვის ვგრძნობდით, რომ პატრიარქი იყო ძალიან დიდი ადამიანი თითოეული ქართველისთვის, მაგრამ ბოლოს მაინც თითქოს სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით ყველა საკუთარი თავებით. რა თქმა უნდა, ამაში გასაკვირი მაინც არაფერია, იმიტომ რომ პატრიარქმა ეს ყველაფერი დაიმსახურა და არც ერთ ადამიანს არ დასჭირდა მოწოდება, რომ ისულიყო პატრიარქთან სამძიმარზე და 12-13 საათი იდგნენ ზოგი რიგში და არაერთხელ რამოდენიმეჯერ ვისაც უნდა რომ მიახლებოდა უწმინდეს ახლოს, რამოდენიმე დღის განმავლობაში ამას აკეთებდნენ უდურტვინველად და იდგნენ და ელოდნენ, როდის მოუწევდათ მათ რიგი. გამოოგნა აი ამ საოცარმა მოთმინების პარალელურად ამ ყველაფერთან ერთად გამოოგნა დედებმა, რომლებიც ესე რუდუნებით იდგნენ და პარალელურად ერთი ბავშვი ხელში, მეორე გვერდით, მესამე წინ და ესეთი მოთმინებით ელოდნენ თავიანთ რიგს თვითონ ბავშვებიც, მამა იოანე და აი მართლა არ ვიცი, ამ სურათმა, იქ ყოფნამ, იმ გარემომ, იმ ატმოსფერომ, ადამიანების დამოკიდებულებამ, საოცრად მოთმინების უნარმა, რომელიც ვფიქრობ, რომ გამოვავლინეთ ამ დღეების მანძილზე, მართლა გამოოგნა და ძალიან დიდი პატივისცემა და რაღაც სხვა ემოციები გამიჩინა და მაგრამ იმედია რომ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება და თქვენი სათქმელი მინდა გაუზიაროთ ჩვენს ტელემაყურებელს. ყველაფერი რაც ვიხილეთ თავისთავად ცხადია, ძალიან დიდი იმედის მომცემია. ძალიან დიდი ნაპერწკალი და სხივია თითოეული ჩვენგანის გულში, ეს ერთიანობა ყველაზე ემოციური და ყველაზე სასიამოვნო არის ხოლმე ნებისმიერი რაღაცის ირგვლივ. ამ შემთხვევაში ჩვენმა ტკივილმა გაგვაერთიანა. რას ეტყოდით ადამიანებს, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ეს ერთობა, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ
პატრიარქის მთავარი გზავნილები, მთავარი ქადაგებები საბოლოო ჯამში იყოს აღსრულებული და ეს არ დარჩეს მხოლოდ და მხოლოდ რაღაც დღეების სურათებად და კადრებად. დღეს ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ ერთ წამში შეგვიძლია ჩავთოთ ნებისმიერი ქადაგება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და მოусმინოთ, წავიკითხოთ, ხო? ეს წარუშლელია ჩვენს ცხოვრებაში მისი ადამიანობა და ეს ყველაფერი რაც მან თქვა, რაც მან გამოთქვა და წერა თუნდაც ეპისტოლები, მინდა გავიხსენო ბატონი გურამ დოჩანაშვილი, რომელიც უახლოესი მეგობრები იყვნენ და რატომ მინდა გავიხსენო. როდის ბატონ გურამთან ისეთი ურთიერთობა მქონდა, ხშირად ერთად დავდიოდით ახალგაზრდებთან შესახვედრად და ახალგაზრდობის უმეტესობა ეკითხებოდა თუ რომელი წიგნი იყო მისთვის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული და პატრიარქი ბატონი გურამი ორ წიგნს ეუბნებოდა ყველგან. ეს იყო ეუბნებოდა რომ ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი არის ბიბლიაო და აქედან ბიბლიიდან ახალი აღთქმის ნაწილი უფრო ისეთი არისო და მეორე წიგნი არისო პატრიარქის ეპისტოლეები. აი ამ წიგნს უსახელებდა ყველგან, სადაც არ უნდა წავსულიყავთ. ასე რომ ჩვენი უწმინდესის მთელი ეს ცხოვრება იყო ქადაგება, რომ ღმერთთან სწორად მივსულიყავით და თქვენ მონოლოგში რაც აღნიშნეთ სიკვდილისა დამთრგუნველი რაც ნიშნავს ეს, რომ ამით არ ვთავრდება. უბრალოდ ეს დროებითი განშორება ჩვენი სარწმუნოება გვეუბნება, რომ ყველანი აღუდგებით და უფალს შევეგებებით მოხდება საყოველთაო განკითხვა და ჩვენ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ აი ჩვენი პატრიარქის რწმენით რომ ის ცათასასუფეულში მოხდება, რომ გავადრო და წმინდანად შეირაცხება, ჩვენც ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენც მასთან ახლოს ვიყოთ და მოხდეთ. თითქოს აი სიტყვები, რაც დასაწყისში აღვნიშნე, კიდევ მეორე მნიშვნელობით გავიგე თითქოს, რომ აი სიკვდილისა დამთრგუნველი, რაც მოხდა აი ამ დღეების განმავლობაში, მისი გარდაცვალებით, მართლაც ყველანაირი აზრი დაკარგა იმ სიკვდილმა. სიკვდილი აღარ იყო აქ, გარდაცვალება აღარ იყო მთავარი. აი ეს მამაიონე, არაერთხელ აღნიშნეთ ჩვენ მისი მემკვიდრეობა, ხო და სიტყვა ნუგეშიც ძალიან ხშირად ვახსენეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აი მის სწავლებებზე და ქადაგებებზე ვსაუბრობთ მეთქი და აი ამ ქადაგებებში მართლა თითქოს აი ძალიან ზომიერად იგრძნობოდა ერთნაირად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ თანაგრძნობასაც, მითითებასაც, მხარდაჭერასაც, ჩევადარიგებასაც და მუდმივად იგრძნობოდა ეს საოცარი ნუგეშის სიტყვა. აი რა ძალა აქვს ამას და რა მნიშვნელობა ჰქონდა და არაერთი მოწოდება ასევე რომ იყავით მშვიდნი. აი ეს სიმშვიდის მდგომარეობა ქრისტიანულ სამყაროში რა დატვირთვას ატარებს. უწმინდესი განსაკუთრებული მეგობარი იყო ჭირის უფლების, როდესაც ვინმეს შვილი გარდაეცვლებოდა, ახლობელი გარდაეცვლებოდა. აი ეს დღე იყო, წეგან ნახე რომ რამოდენიმე წლის წინ, როდესაც არჩილ ტატულაშვილი გადმოასვენეს, ოჯახში იქ ჩავიდა და მიუსამძიმრა. ასევე მინდა გავიხსენო ქალბატონ ეთერკაკულიას ისტორია, როდესაც ის ძალიან მძიმედ იყო. ავად უწმინდესის უკვე ასაკში იყო და საღამოს ლოცვაზე მოინდომა რომ მასთან სტუმრად მისულიყო და მეხუთე სართულზე ფეხით ავიდა და ესტუმრა და მეგობრულად გაამხნევა. უკვე მძიმედ იყო იმ პერიოდში და ეს უწმინდეს აი სანამ ფიზიკურად ძალები ჰქონდა, ყველგან მიდიოდა და ყველგან ანუგეშებდა ადამიანებს, ყველგან. ანუგეშებდა ადამიანებს და გვანუგეშებდა ამობროლას. კი, ეს ნუგეში გაგრძელდება აუცილებლად პატრიარქისგან. მისი დაკრძალვის პარალელურად და კი, საოცარი ნუგეში ნამდვილად იგრძნობოდა და თითქოს ჩვენ საზოგადოებაც, ადამიანებიც, მოქალაქეებიც მართლა სხვანაირები ვიყავთ. ეს სხვა სურათი იყო, სხვა ატმოსფერო იყო, სხვა განწყობა იყო და ყველაფერთან ერთად კი ძალიან დიდი სიყვარული, რომელიც მან წლების განმავლობაში დატოვა, დააგროვა. და ისტორიას არ ახსოვს 50 წლის განმავლობაში პატრიარქი ყოლოდა და თან ასეთი პატრიარქი ჩვენ ძალიან ბედნიერები ვარ და ყოველდღე მადლობას უნდა ვწირავდეთ ღმერთს რომ აი ამ მის ეპოქაში მის პატრიარქობის პერიოდში მოგვიწია ცხოვრება. და ეს ყველაფერი იმით უნდა დავაფასოთ რომ პატრიარქის საზრუნავი რაც იყო ჩვენ უფალთან ახლოს უნდა ვიყოთ და ეს მარხვა იქნება აღსარება თუ ზიარება ჩვენ სიყვარული ამით უნდა გამოვხატოთ, ხოლო იმის თქმა რომ მიყვარხარ
თუკი საქმით არ მტკიცდება, ბევრს არაფერს არ აი ისმენს. ეს არის ზუსტად საინტერესო, ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანობა საქართველოში გადიოდა სიბნელების პერიოდს, მოდი პირდაპირ ვიტყვი და ზუსტად აი ასეთ მდგომარეობაში ათეისტური წნეხის ქვეშ, როდესაც იყო საქართველო, აი ამ მდგომარეობაში პატრიარქმა ჩაიბარა ჩვენი ქვეყანა და შემდეგ უკვე არაერთი საქმით შეეცადა რომ აეღორძინებინა ეკლესია. აი რა არის ეკლესიის ზუსტად ეს მინდა რომ ვუთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს, როგორც სულიერი, ისე საზოგადოებრივი მნიშვნელობა. ის რისთვისაც ძალიან ბევრი ჯაფა, ძალიან დიდი რესურსი, დრო, შრომა, მონდომება გასწია პატრიარქმა. ჯერ იმას ვიტყვი, რომ როდესაც ინტრონიზაცია აღნიშნეთ იმ დროს, როდესაც პატრიარქი შვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პატრიარქად აღსაყდრება ხდებოდა, ხშირად მოგვისმენია ტელევიზიითაც ეს ისტორია, რომ ხალხმა ჯებირები გაარღვია და შევიდნენ შვეტიცხოველი გაივსო, ის რაც არ ყოფილა და ეს დღეები რატო ვამბობ, რომ სამების საკათედრო ტაძრის დიდ ეზოში რამოდენიმეგან ხალხმა გაარღვია, რომ ეს ღობეები გახსნეს და იქიდან შემოდიოდნენ ამ კორდონებისთვის, რომ გვერდი აევლო და ამაშიც ესეთი სიმბოლური ის დავინახე, ამაშიც სიყვარული იყო, ეს კი ბრაზდებოდა, რაც კი ღობე გახსნეს და პირიქით გვიხაროდა, რომ ამ ყველაფრით ცდილობდნენ ადამიანები, რომ პატრიარქთან ახლოს მისულიყვნენ ეკლესიის დანიშნულებაზე, რა თქმა უნდა, ღმერთ თავი ეკლესიისა უფალი იესო ქრისტეა და ეკლესიის წიაღის გარეთ ჩვენი ეკლესია გვასწავლის, რომ სულის გადარჩენა არ არსებობს. ესეთი გამონათქვამი არის, რომ მათ ჩვენე მანახე ვინ გადარჩა ნოეს კიდობნის გარეთო და დავიჯერებ, რომ ადამიანების გადარჩენა შესაძლებელია. ნოეს კიდობნის გარეთ ვერავინ ვერ გადარჩა და ამიტომ ეკლესია გვასწავლის, რომ მხოლოდ ეკლესიაში არის ცხოვრება, რაც გამოიხატება საეკლესიო წესების ცხოვრებით და რასაც პატრიარქი გვიქადაგებდა საკუთარი მარტო სიტყვით არა, ყოველდღიური მოქმედებით და ცხოვრებით, რომ წირვებს შეეძლო, რომ 4-5 დღე გადაბმულა წირველოცები ჩაეტარებინა ტაძრებში. ეს ძალიან დიდ ფიზიკურ ძალებთან არის დაკავშირებული, რომ ეს ყველაფერი შეეძლო და ამ ყველაფერს ღრმა მოხუცებულებამდე აკეთებდა პატრიარქი და თავის ცხოვრებით გვაჩვენებდა აი ამას, რომ ეკლესია არის სულის გადარჩენა არის ნომერ პირველი საზრუნავი ადამიანის და შემდეგ უკვე ხორციელი რაც ჭირდება. და სხვა ძალიან მადლიერებას ხო ინტერვიუების სახით ვისმენდით და არაერთმა ადამიანმა აღნიშნა ზუსტად ეს, რომ მადლობა იმისთვის, რომ საკუთარ უბანში, ჩემს ქუჩაზე მაქვს ეკლესია, სადაც შემიძლია გადავიდე და გაამარტივა შეიძლება ითქვას აი ეს 50 ტაძარი იყო იმ დროს, როდესაც პატრიარქად აღსაყდრდა და იქიდანაც იმ ტაძრებში არავის არ უშვებდნენ. ძალიან დიდი კონტროლი იყო და დღეს 1000-ობით ტაძარი, 1000-ობით სასულიერო პირი, ეს და ყველაზე მთავარს თუნდაც სამების საკათედრო ტაძარი რომ ავიღოთ, ხო ეს კომპლექსი, რაც უწმინდესმა მისი ძალიან ისეთი მონდომებით, რწმენით, რომ ამას გააკეთებდნენ თან რა დროს. როდესაც ქვეყანა რა დღეში იყო, ხო, 90-იანებში, მაგრამ წამდა რომ ეს გაკეთდებოდა. არაერთ თვისებაზე ვისაუბრეთ, არაერთი თვისება ჩანდა და ყველა ვიცით მისი საოცარი დამოკიდებულებების თვისებების შესახებ, მაგრამ თქვენი აზრით რა იყო აი ყველაზე ისეთი გამორჩეული თვისება, რაც გონდა ჩვენს უწმინდეს? თავდადებული ადამიანი იყო ყველასთვის. აი ხშირად ნახავთ, რომ უწმინდეს ახსოვდა თუნდაც 10 წლის წინ ერთხელ ნანახი ადამიანი, რომელსაც რაღაცა უთხრა და დაარიგა და მივიდოდა და სახელით შეიძლება მიემართა. ანუ უწმინდესი რაღაც სხვანაირი ღმერთის განსაკუთრებული ძალებით დაჯილდოებული ადამიანი იყო და თავდადებული რამოდენიმე საათი ეძინა, 3-4 საათი და სულ რაღაცას აკეთებდა. სულ რაღაცაზე ზრუნავდა. შეეძლო მაგალითად სამებიდან დილის 5 საათზე რაღაც სცენარეები ჩაეტანათ და რაღაც სადღაც გაეგზავნათ ან საკვები წეგანაც აღნიშნა რომ თაში თოვლიან პერიოდში გაგვიშარო ჩამოგვარიგებინა და ეს უწმინდეს რო იღვიძებდა უკვე ფიქრობდა რა უნდა გაეკეთებინა. მას კი არა, ყველას მის ირგვლივ რომ სიკეთით დამთავრებულიყო ეს საღამო. მადლობა. გამოუწურავია ეს ამბავი. ყველაფერთან ერთად თან ღიმილი მაქვს სახეზე.
წრემლი თვალზე და აი ასეთია მართლაც სიყვარულით სავსეა ამ ადამიანის როგორც მოღვაწეობა, ისე პიროვნება. მადლობა მამა იონე, ძალიან დიდი. მე მესმის რომ ძალიან რთულია ყველასთვის, მაგრამ იცი სულ მქონდა განცდა იმისა, რომ ალბათ უფრო მეტად უნდა გველაპარაკ, ალბათ უფრო მეტად უნდა გვეთქვა მისთვისაც მადლობა თქო, ალბათ უფრო მეტად უნდა გვეგრძნობინებინა, როგორ გვიყვარდა რეალურად და მაგრამ კარგია, რომ ეს მაინც მისი გარდაცვალების დღეებში მაინც მოხდა და მე მგონია, რომ ის თავარი სანუკვარი ოცნება, რაც მისთვის იყო, ახდა და დაგვირგვინდა ამ კარგი ამბით. სიყვარული დაუბრუნა ერმა. ძალიან დიდი მადლობა მამა იონე თქვენ და ჩვენ